გამარჯობა, მე ვარ ვერიკო და ეს არის ველო პოდკასტების 24 ეპიზოდი და დღეს გვყავს უმშვენიერესი და უძლიერესი სტუმარი, რომელმაც თან მარტო წელს მოახერხა რომ გაიარა 400 კილომეტრი დაახლოებით 24 საათში. ბოსფორი გადაცურა და სულ ახლახანს თურქეთში აირონმენის ესეთი ძალიან რთული გამოწვევა დაძლია და ჩვენი დიდებული სტუმარი არის თამილა შაროხია და მადლობა თამილა რომ შეხარ ჩემი სტუმარი. ძალიან რომ მიყვარხარ იცი ისედაც. ძალიან და შენ გადაცემას კიდე შენს YouTube არხს არ გამიშვია არც ერთი გადაცემა რომ არ ვენახოს და სულ რა ვიცი ვთილობ რომ კომენტარები, იმიტომ რომ ძალიან კარგი პოდკასტია, ბევრს გამოადგება და გამოადგება კიდე ახალ თაობას. ჩემს სტოლებს და აი მოეცემათ იმის სტიმული რომ ჩაერთონ ამ საქმეში. სხვათა შორის ჩემი მიზანი პოდკასტების ჩაწერის ერთ-ერთი ის იყო, რომ რაღაცა ისტორიულად რჩება ეს ვიდეოები და არ არის ის, რომ ეს ადამიანები, ვინმეს აი ეს როგორც ვთქვათ, შენ გადავახი ესეთი გამოწვევები, უბრალოდ სადღაც მიჩქმალოს ესე რა ვთქვათ, ანუ რჩება ისტორია და ძალიან ბევრი მომენტი იცოდეს. და მადლიერი ვართ ბევრი შენი გადაცემების. ძალიან მიდოდა და ძალიან მიხარია მართლა გულწრფელად. ჩვენ ესეთი ტრადიციული კითხვა გვაქვს ხოლმე, რომ ზოგადად ჩვენი სფერო ძალიან სპეციფიკურია და საიდანაც იწყება ამ ჩვენი სფეროს მიმართ ინტერესი. შენ როდიდან გაგიჩნდა ესე რა ვთქვათ? იცი რა, მე სულ ვიყავი ძალიან ისეთი თხაგოგო. აი სულ ბიჭებთან თამაშობდი, არ მქონდა ველოსიპედი და ჩემ მეზობელს ყავდა ველოსიპედი და ის მათხოვებდა ხოლმე რა და ბავშვობიდან გამიშთა ინტერესი, მაგრამ არ მქონდა და არ იყო ამის საშუალება რა, რომ თან არც მაინც გოგო ვიყავი და დედას არ უნდა რომ ისედაც გაჯანახარ და კიდე ველოსიპედი და რამე არ მოგივიდეს, იმიტომ რომ ძალიან ხიფათა ვიყავი. სულ რაღაცა ხან მეორე სართულიდან გამოხვდებოდი და რაღაცა მოკლედ ასე და შემდეგ ველოსიპედზე არც ვფიქრობდი, მაგრამ რო ხედავდით თქვენ მარს და კიდე გოგოებს, ხო? აი ისე, ხო იცი, კეთილიშვილის შურით მშურდა ხოლმე, მაგრამ არ მქონია იმის შეჯიბრის ყოველთვის იყო შეჯიბრება. და რაღაცა მაშინ არ იყო, ან მე არ მქონდა ველო რო არ მყავდა, ხო? ამიტომ რაღაცა ამის გამოთიშული ვიყავი და კი იცით რომ 44 წლის ასაკში დავიწყე საერთოდ ფიტნესი და სირბილი და მე ნელ-ნელა უკვე რომ გავიგერო თქვენთანაც შეჯიბრებები ტარდება, მეთქი მინდა და ნიკა მოდებაძე გაიხარე, ნიკა სულულოცავ რამდენჯერ დამეხმარა, ნიკამ შემაძენინა ველო, მაშინ სკოტი ვიყიდე სამთო და დავიწყე ხოლმე აი ლიზზე დავყვებოდი ხოლმე, მაშინ ჯგუფები დადიოდნენ და მეც დავიწყე ნელ-ნელა. შემდეგ მაინც შევეშვი ამ ველოს რა, იმიტომ რომ რაღაცა რო აკეთებ ამას, ხო, მე ყოველთვის ესე ვარ, აი თქვა რომ დავბივარ, ხო? მე მინდა რომ ეს ჩემი სირბილი რაღაცა, აი რასაც მივახცი, იქ სადაც შეჯიბრზე გამოვაჩინო. ხო, მაგის გარეშე მოტივაცია გეკარგება. ხო, მოტივაცია მეკარგება და უბრალოდ სეირნობისთვის რო არ მქონდა, იმიტომ რომ ოჯახი მყავს, შვილები მყავს და იმათ თავისი ყურადღება უნდა. კი შენ გიყვარს სპორტი, მაგრამ პირველ რიგში დედა ხარ. და მე რაღაც შეჯიბრებები რო დაიწყო, მეც დავიწყე მოძრაობა ხან თან ერთად ხან მარტო და მე უკვე დაიწყო თბილისში ტრიატლონი. თუმცა მე ტრიატლონამდე, ანუ შენ აქტიურად იღებდი ხოლმე სულ ტრიატლონში მონაწილეობას და ერთხელ მახსოვს დიდგორის ტური იყო თუ არ ვცდები და პირველი შემთხვევა იყო რომ შენთან ერთად ველოსიპედით მივდიოდი საერთოდ და ისე ჩქარა მივდიოდი რომ მეთქი, ანუ არასდროს არ მინახავს თამილა ველოსიპედზე, მეთქი რანაირად დადის ესე ჩქარა, მაგრამ ამხლის ქალმა მომიგოს კი არ მომაჯოს. ეგრეც არის ხათმა. მაგრამ მანამდე მახსოვს ხდებოდი ხოლმე კუსტპაზე, შენ დარბოდი მე ველოსიპედით და აი ისეთი მოტივაცია იყო, შენ პირიქით ჩემთვის იყავი მოტივაცია სირბილში, იმიტომ რომ მე დავიწყე რაღაც პერიოდის ვერე სირბილი და რაღაცა ისეთია. დიდგორზე ეგ დღე ისი მახსოვს და ისე მცხენია, ნუ იქ ბიჭები მოდიოდნენ, ერთს მართლა გაუჭირდა, იმიტომ რომ ფეხის ტრავმა ჰქონდა და ვერ შეძლო და უკვე რო ავედით ეს დიდგორი მითხრა რომ კიდევ ჯერ ბევრიაო და მართლაც ბევრი იყო დარჩენილი, მაგრამ იქ დაშვებები იყო, უმთავრესად კი პატარა აღმართებიც არის, მე დიდგორიდან რო ეშვები. აღმართები როგორ არ არის. ხო და ისევ ნანობდი რომ წამოსულიყავი თქვენთან ერთად და რა სირცხული გავაკეთე ეს. რატომ წავედი გავყევი მანქანი, მაგრამ მაშინ იყო პანდემიის პერიოდი. ხო, რთული. და ძალიან მე შინოდა რომ 200 ლარის ჯარიმის გადახდა მოვიწყდა. დროში შეზღუდები ქონდა კი. შეზღუდული იყავი დროში და მე მახსოვს თეას დაურეკე ჩვენსა სუბელიას, ძალიან მიყვარხარ თეა. და თეა მითხრა რომ ისა რა ქვია, მეთქი მომედი და თქვენ სადახართ ხო მოასწარით და კი სახლში აი თქვენ გაიქარეთ. ტრიატლონი წეღარ ვახსენე, შენ უკვე ძალიან დიდი ხანია ხო იღებ ტრიატლონში მონაწილეობას? კი აღარ მახსოვს, უკვე ეს ჩემი შეჯიბრებები აღარ მახსოვს ტარიღები, ალბათ 1-4 წელია ალბათ რა რომ ვიღებ. უფრო ხო 4 წელი, მანამდე არ გამოვდიოდი, იმიტომ რომ
რა ვქნა არ მიყვარს წაგება და ჩემ თავში არ ვიყავი დარწმუნებული და მეტოქეები ძლიერ ვიყავ და სუზენი არის ჩემი რა ვიცი მე რა აი ის ხალი რომელსაც უნდა მიბადო სუზენი ნუ ძალიან ძლიერია ის გამოდიოდა კიდე მაშინ ვიღაცები იყვნენ მოკლედ და თურმე შემეძლო რომ გამოსულიყავი და საპრიზოსაც ალბათ შევძლებდი და ამის შემდეგ რომ დავინახე რომ ნუ არც ისეთი რთულია ეს რა მანძილი არ არის ეს აირონმენი ხო არ არის 400 მეტრი ცურვა და 20 კილომეტრი ველოსიპედი და 5 კილომეტრი სიმინდი რომელიც გადასარევად შევიძლია გავაკეთო და ამის შემდეგ უკვე ჩემი დაჯერება ცოტა წინ წავიდა და ჩავერთი ამაში და მე კი მოგეხსენება რომ ჩვენი ბიჭები ეს დათო ადამია პატარაია გიორგი ხუდუშაური რაკლი კი გაბუნია და ეს მოკლედ ყველა იყვნენ ლიპარტელიანი რამაზი ნუ არ ვიცი რამაზი არის რამაზი მოვიწვევთ ჩვენ სტუმრად და კი ქართველი ვაშკაცის სახე მოკლედ კი მე ხა ეტაპობრივად რომ მივყვეთ იმიტომ რომ ტრიატლონი ფაქტობრივად აირონმენის წინაპირობაა და სანამ ტრიატლონზე მივალთ წელს შენ დაიწყე ამ დიდი 400 კილომეტრისთვის მომზადება და ისე დაძლე 400 კილომეტრი რომ მე ვერ დავძლია 400 კილომეტრი იმიტომ რომ შენ იქ მოგიდა ბორჯომში დასვენება ხო მე დასვენება მოვიდა მაგრამ ნუ მომზადება ჭირდება ძალიან სპეციფიკური და ნუ ვერ მომეზადე ასე რომ ვთქვა და მე მაინტერესებს აი ეგ შენი ჯერ მომზადების ეტაპი და მე მომიყევი 1-2 შესახებ 1-2 სიტყვა ბრევეთ უკვე 400 კილომეტრის გავლის პროცესი როგორია. ეხლა გეტყვი, საერთოდ ვინ ფიქრობდა წელს ბრევეთზე ეს გავიგე 2 თვით ადრე, რომ დავინახე რომ პოსტი იყო და ჩემი წლის გეგმა იყო 105 კილომეტრი უნდა მერბინა, იმიტომ რომ წინა წელს მარშრუტი ამერია და მთელი წელი მე ნერვიულობაში გავატარე, რომ ეს როგორ მომივიდა. ჩემი უყურადღებობა, ანუ იქ მარშრუტი ამერია, ნუ არაუშავს. და ეს უნდა გამეკეთებინა, ეს იყო ჩემი მიზანი და ვემზადები ახლა და თან ბოსფორუსზე დავრეგისტრირდი იანვარში. უკვე მაკბერეთში იყავი ხო? კი, 3 იანვარს დარეგისტრირებული ვიყავი, მან დარეგისტრირა მთელი ამბავი, ამიტომ რომ ნუ უცებ იყიდება ის სლოტები, უცებ იყიდება სამონაწილეო ბილეთები და 3 იანვარს ზიხარ რა, მთელი სოფლიო უნდა დარეგისტრირება. ამ დროს შეზღუდულია მონაწილეების, კი, წელს იყო ყველაზე მეტი 2800 ადამიანი. 2800 იყო? კი. ეს ეხა იცი რამდენს უნდა და 10 წუთში იყედება. უნდა მოასწრო. ნუ მოკლედ შევძელით, თელეგრამი არ გვეძინა, მე და ჩემ შვილებს 2 კომპიუტერით, 2 ბარათით რო ანერს გაატარებს, ამერეს გაატარებს. ნუ ეგ სხვა ეტაპია და მემზადები და 2 თვით ადრე ხედავ რომ და ამ დროს ჩემი მორბენალი ბიჭები ვზივართ ჩემთან რაღაც იქ სუფრაზე ვარ და რაღაცა სამზარეულოში რაღაცები მომზადე და მეუბნები აუ ბიჭებო მეთქი არ გინდა წავიდეთ და რაღაცა და აუ კაიო რა ეხა რაღაცა მოედებიო ყველაფერს ველოსიპედი აქზე კაიო თან ღამე უნდა იარო იქ და ხო იციო შენ როგორი ხარ აუცილებლად დაიკარგები სად მოკლედ ახლა იმა ხო მითხრა ალექსა მითხრა რომ აუ არ გინდა რაღაცა და მთელი ღამე ახლა ვიფიქრე და კაი თან რო იცოდე მთელი წელი არ ვუჟდა რა ველოზე რა აი ისე გავიდა რომ არ ვიჯექი იქ ბათუმში ვიყავი მოკლედ ხო და დავიწყე ვარჯიში. ჯერ გამოვედი აი აქ, ჯერ დავიწყე კუსტვით. ხო. კუსტბაზე ავდიოდი 2-ჯერ 3-ჯერ, ასვლა ჩამოსვლა, всё, ნუ კი ერთი დღე ეს, მე ერთი დღე დავისვენე, მე ლიზზე ავედი და მე ეს კუსტბას ვაჩვევ რა, იმიტომ რომ კურთის ყანარად მუშაობს, შეწიწი ყველაფერი. შემდეგ წავედი არა, შემდეგ მარმა მოაწყო ეს ირაკლიმ წაგვიყვანა, უგულავამ ხო, ძალიან მინდა დამაწავსო. დიდგორზე წავედით მოკლედ ბიჭებთან ერთად და ეს მარშრუტი იცი რა ვერ ვერკვევი რუქებში ვერ ვერკვევი და მინდა რომ ვიღაცამ ერთხელ მანახოს გზა და მე მიმახსოვდა რომ წავედით იბოდიალეს იმა ძალიან ბევრი დასვენება მეთქი არ გინდა დამდენი დასვენება ხო და ძალიან მიყვარს ძალიან კაი ბიჭები არიან ისეთი ემოციებით მოდივარ ხოლმე მაგათგან ხო და ეს არა ქვია ერთხელ რომ გავბედე რამოდენიმე დღეში მე უკვე მეც დავიწყე დიდგორზე ხო უკვე მარტო მივდიოდი თან კიდე ის არის რომ ველო რატო გადავწყვიტე კიდე ახლა გამახსენდა რომ მანქანაზე მომივიდა ავარია მე თვითონ ვიჯექი რომ თან და იმის შემდეგ ისეთი შიში დამჭა რომ მანქანა არც დამიქოქია რომ რაღაც აი ძალიან ფობია დამჭა და მე ვიცი რომ მე მანქანას ვერ ვატარებ და ამას შეგვებულებ ვარ და მეთქი აი ველოთი რომ ვივლი იცი როგორ ვიყავი ველო რომ მანქანა რომ მომიახლოვდებოდა ესე წავიქცეოდი ხოლმე ესე შიშისგან რომ მეთქი ეხა მგონია რომ გადამივლის და ნუ რაღაც მომივა ხო და ამის დაძლევის მიზნით დავიწყე უფრო ველოზე ისა ველოზე სიარული ხო და
ვერ აი ეს უკვე ხელი მაქვს ჩახნეული, იმიტომ რომ ნუ იცი რა, ალბათ ავტომობილი ცოტა მშვიდი ხასიათი უნდა. ვაი, გაწორასწორებული და მე ცოტა გიჟი გადარეული ვარ. ვერ. და დემის ყოფა უნდა და მე მინდა რომ ყველაფერი უცებ და ერთ წამში მოხდეს, ასე რომ ესე ვერ. და მოკლედ კოჯორში დავიწყე მე, იმიტომ რომ ვიცოდი მარტო დადიოდი ხოლმე მაგაზე. სულ მარტო, იმიტომ რომ იცი რა, ყველას თავისი ტემპი აქვს. კი. ეხლა ვიღაცას რო გაყვე, შენ ყველაფერი იცი ეს, ვიღაცას რო არიცის, რომ ეხლა ვინც გიყურებს მაგათთვის უცხო რაღაც არის, რას ნიშნავს, აი თქვათ მარტო ვარჯიში და ვიღაცასთან ვარჯიში. ეხლა მე მაგალითად მირჩენია რომ ვიღაცასთან ვივარჯიშო. კი, მაგრამ უნდა იყოს ჩემზე ძლიერი უნდა იყოს, იმიტომ რომ მაშინ გამოდის რომ ის ჩემთან ვარჯიშოს, მაგრამ მე ვეღარ და უნდა ელოდო და ამიტომ ჯობია რომ მარტო და ხო და მოკლედ 2 თვეა ხო დარჩენილია 400 კილომეტრამდე და ვემზადებ და თან იცი მას პროფესიონალ სპორტსმენებს ხართ ფსიქოლოგებიც მასაჟისტები აქ ჩვენ ხო ეს არავინ არ ყო და ამიტომ ჩვენი თავის ფსიქოლოგები ჩვენ და ჩემთანს ვეუბნები რომ აი მეთქი ეს უნდა შევძლო ამას კი როგორ ვერ შევძლებ და რაღაცა და მოკლედ ესე და ნუ შენც კი გაიარე იქ რა სიცივე იყო აი იმ სიცივემ მომკლა და არა აი საერთოდ არ ვიტყვი რომ აი დავიღალე და მოკტე ეგეთი არ მქონია უბრალოდ იმ მომენტში აი ფარავანზე რო უკვე დაშვება და უნდა დაგვეწყოდა ის აღმართი ის იყო რომ ხელებს ვერ ხმარობდი ეს ხო გვართმევდა ხელიდან ქარი გვართმევდა ხელიდან ველოზე დაღმართზე რომ უნდა მოდიოდე რაღაც უხრუჭებით ხო კი 50 სიჩქარე და 40-ით რა ხელით მოყავდა ველო და როგორ დამეხმარენ იქ ისინი რო იყვნენ გზის ვინც აკეთებს სომხები ვაიმე ეს ის კი არიცოდი გო რაღაცა ის ნახე კი რაღაცა ხელთათმანებზე ხო მანქანას აკეთებ მანქანა იდგა და ისა რა ქვია მოდიო მანქანი გაგიყვანთო ვინ გაიგეს მეთქი მე ხომ ეცოდინება და ის მანქანაში შედიო ეს მანქანა ნუ ძლივს ათბობდა გათბობა ქონდა შეგეჩართო ჩამირდე ნუ მოკლედ აღარ მოყვები დეტალებს მართან მოყვები ეგ ხო და ნუ გავთვი და მომცეს იცი რა მომცეს უბრალო მუშის ხელთათმო წითელი რო აქ ტყავი ხო აი მე როგორ გამათბოდა მე თურმე შენ ქონია მე არ ვიცოდი ვერ წარმოვედგინე რომ რეზინის ჩეულებრივი ეგ საექიმო ხელთათმან შეუულია რა ვაი მე ეს იყო რაღაცა მაგას ურნაირად ვიყენებთ ხოლმე სხვათა შორის ერთი აი თქვათ შიგნით ვიყენებთ ხოლმე ხანდახან და მე რეზე უნდა ჩვეულებრივი აი ესე გავაკეთე მე მაგრამ მაგ შეჯიბს მე პირიქით მეკეთა იმიტომ რომ შიგნით რო გიკეთია ხელი ოფრიანდება და მე თუ მოიხსენი მე რა იგიყინება ძალიან და სველი ხელი გაგოფრიანდი იმიტომ რომ რაღაცა კონდენსატი არის ამიტომ მე ესე გავაკეთე რადგან ქარი იყო და ოდნავ სისველეც იყო იმიტომ რომ წვიმდა პირიქით თქვენი შიგნით ქონდა ხელთათმანი ჩულები და ზემო და რეზინის და არ დამისვალდა საერთოდ და ძალიან მეხმარებოდა რა ნუ მოკლედ მე ეგეც მეცოდინება ხო ის ყველაფერი არის გამოცდილება აი ეს სირვილით პირველად რომ მირბიხარ და გიჟივით რო იწყებდა თურმე ეგრე არ უნდა ქნა და ნემიტებით იწყებდა მე აი ეს ყველაფერია გამოცდილება მადლობა დიდი ხო და მოკლედ ხო დავასრულე ახლა ეს ჩვენი 400 მეტრი ნუ რა კილომეტრი ძალიან შტაბილები და მართალია რამოდენიმე დღე მე ვერ დავდიოდი მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი და ესე საკუთარ თავში რაღაცა თავდაჯერება რა თქმა უნდა თავდაჯერება და სახში რომ ხეს იმედია მეც აღარ წახარ 100 მეტრი არ მათქვა რომ 600 კილომეტრი იქნება კიდე მომავალ წელს და მაგას გამოვაკეთებით ხო და იცი რა კილომეტრია კი არა და აერომენზე დავრეგისტრირდი უკვე მომავალ მთლიანზე დავრეგისტრირდი ურთულესი მარშრუტია ვირჩიე მეტი ჩარა რო ვარ ნიცა მოვინდომე 2400 მეტრი აღმართით არის ნიცა რამდენი კილომეტრია? 1080 ველოთი. უი, გოსპო, ბოდიშით 180 კილომეტრია. ხო, რა სამდე. ველოთი და 42-ია, ეგ არა. აი სირბილი 42 კილომეტრია, აი ეს არის მკვლელობა მართლა. არა და თითქოს მგონია რომ პირიქით ეგ იქნება და მარტივი ვიდრე სულ. ხო, ძალიან ბევრია 2 კილომეტრი. 4 2 ეხლა მქონდა მე და 4 კილომეტრია ცურვა. ეს იცი ვისაც რა უჭირს ის გონია რთული არა ცურვა კიდე იქაც სხვა ტექნიკა გინდა. იქ უნდა ცდილობდე ცურვაზე რომ ხელები იყოს უფრო ჩართული რა ფეხმა დაისვენოს რომ მე ფეხს რამდენი რამე ადგება რამდენი ის ველოსიპედიც იქ სირბილის თელი ამბებიც მოკლედ უნდა გადაანაწილო და რთულია თან უწყრელი არ ყავს და ისე მაგას როგორ აკონტროლებ ანუ მე უფრო მაინტერესებს ანუ საკმაოდ რთულია დაგეგმო აი ეს შენი
ვარჯიშები? ვინმე ტრენერი იქნება თუ შენ თვითონვე ურთულესია, ისა რა ქვია, არა მყავს და ერთ საზოგადოებას მივწერე რომ მინდა მეთქი და 400 евро ერთი თვეო და მეთქი ისეთი სპორტსმენი წარვარე რომ 400 евро გადავიხადო. ოღონდ ეგ მარტო კონკრეტულ ტრიატლონზე ავარჯიშებენ, ხო? კი, კონკრეტულ Ironman-ს ოღონდ ის ყველაფერს გიწერს, აი კვებას, აი ყველა ვარჯიშს და მე იცი რა არის, როცა გეგმაზე ერთ კვირიან გეგმას რო გიწერს, მე მქონდა მაგის გამოცდილება, ონლაინ მყავდა მწვრთნელი სირბილში. ხან მეზობელმა არ დამაძინა, დილით და ვერავდექი და ვერ გავაკეთე. ხან იქ ბავშვს რაღაცა სადილი უნდა, ხან იქ მოკლედ რა ოჯახიც რო ყავს, ამას ყველაფერს ძალიან რთულია გაართვა თავი და მე როგორ ვახერხებ და ჩემი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვა დღეს თუ მძიმე სირბილი მქონდა, მეორე დღეს თქვა ველოთი წავალ, ოღონდ რთულს არ გავაკეთებ, მესამე დღეს რაღაცა დიდგორის წინ მაგალითად მარტო ცურვას ვაკეთებ, იმიტომ რომ ენერგია მინდა და იქ აღარ დავდივარ და მივიდიოდი, აი როგორც მე შინაგანად ანუ შენ ორგანიზმს უსმენ და ფაქტობრივად ეგრე. მაგრამ რაღაცა გეგმა ხო გაქვს, მაინც რომ თქვა აი კვირის განმავლობაში უნდა გქონდეს აუცილებლად, კი, ეგრე მაქვს, კი მე ვცდილობდი რომ 3 ის ქონოდა 3 ის და ნუ ცურვას არ თვლიდი ხოლმე ვარჯიშებს. ერთი ცურვა ხო საერთოდ ნუ არ ვიცოდი, იმიტომ რომ თურმე მე რაც ვცოდნია, ერთი რო შემხედეს და ისა რა ქვია, მანახე აბა ბრას როგორც მე ბრასი ვიცი და აბა დამანახევდა არ იცი შენ ბრასიო. აბა მეთქი ის არ ვიცი მეთქი რა ქვია, კროლით ცურვა საერთოდ არ ვიცი მეთქი და აბა მანახევდა, კაი ბრასით იცურებ. ხო და მე ბათუმში რაღაც აღარ მახსოვს ეხლა ზოგადად სტრავაზე უყურებდი მეთქი რამდენი ჩამიტარა მეთქი 8 თუ 10 გაკვეთილ ამდენ ჩამიტარა მწვრთნელმა და უკვე წყალზე წოლა და ეს თავის შაყოფა და ეს რაღაცეები უკვე დავხვეწე და მე უკვე ზღვაზე ვარჯიშობდი და აი ამითი და ნუ მოკლედ სულ იყო სარელაქსაციო ამბავი რა და ბათუმში ეხლა რო ჩავედი ბოსფორისთვის დავიწყებ მზადება. ხო, აი ბოსფორზე მინდა და მე გადასულიყავით, იმიტომ რომ ნუ ეს 400 კილომეტრი ერთი არისო, შენ გადაძლიე და უკვე რაღაცა ფიზიკურადაც საკმაოდ გამზადებს ეგ 400 კილომეტრი, იმიტომ რომ long distance-ები ძალიან გამზადებს. აი, ჩემთვის მე დავდივარ ხოლმე 15 კილომეტრი, 20 კილომეტრი, იმიტომ რომ თაში ადიხარ უფრო ელევაცია გაქვს მეტი. მაგრამ მანდ მეც რომ ბრევეტისთვის 1-2 ვიყავი თუ არ ვწდები 200 კილომეტრი რო გავიარე, მაგის მერე გრძნობდი თავს ისე რომ მეთქი რაღაცა ბევრად გავიზარდე, ძალიან დიდი ნაბიჯით. ეგ ალბათ დაგეხმარა უკვე შემდგომ რა აუცილებლად დამეხმარა და აი ძალიან დამეხმარა. მარს კი მივწერე, მაგრამ აი სულ შენ გაიხარეს აი სულ ძალიან იცით რომ ორივე მიყვარხართ და თუ ძალიან კაი საქმეს აკეთებს და ნუ მოკლედ ძალიან დამეხმარა და ახლა ბოსფორი მოდის. კაი ეს ახლა ჩართავდა ეს ჩემი 105 კილომეტრი მეორე ადგილზე გავედი როგორ მიხარო და მაგრამ რამდენი იქაც რამდენი შეცდომა დაუშვი რომ ის არასწორი ბოტასი მე უნდა გამომეცვალა მე იქ არ შეიძლებოდა მე უნდა გამომეცვალა 77 კილომეტრის მერე გამოცვლა რაღაც მინდო და უკვე წყლულები მქონდა და სისხლი მდიოდა ტერფებზე მაგრამ ნუ როგორც დავასრულე 19 საათ ნახევარში დავასრულე 106 კილომეტრი და რაღაც იყო 4000 რაღაც 600 ელევაციით. ხო და მოკლედ ახლა всё, მეთქი ახლა გადავერთე ბოსფორზე, მაგრამ ბოსფორზე რომ გადავერთე, მე ხო კიდე წინ აირონმენი მაქვს და იმასაც ვახერხებ რომ ვირიპინო, ბათუმში ვარ ეს პერიოდი და ველოც რა თქმა უნდა, ამასაც ყველაფერი ჩართული მაქვს ერთად და ბოსფორი შემდგომს იყო ეხაც როგორც აირონმენი, ესე ვთქვი რომ მივდივარ იმათ გამოსაკვლევად დასაზმერად მივდივარ, ერთი რა ხდება, მანდ რა არის ესეთი სასაული თქო და ძალიან ლაღად მივცურავდი და მართლა აი ცურვა იყო ჩემთვის საერთოდ პირველი შეჯიბრი იყო 6 კილომეტრი ნახევრიანი და იქ რო ჩავედი იმათ ვეუბნები რა მოცურავებს რომ ყველაზე დიდიო რამდენი გაცურეო ეხა მე ყველაზე დიდი მეთქი ახლა წამოსვლის წინ მეთქი 2400 მეტრი მეთქი და მოკდნენ სიცილიიდან 2400 მეტრს არა ნუ ანუ ზღვაში ხო და ნუ ის უფრო ნაკლებად მარილიანია ხო ეს ჩვენ არა ბოსფორი ისეთი მარილიანი არ იყო როგორც ეხლა რო ჩავედი იქ ანტალიაში რო დავხვდა აი ჩაწვა ყველაფერი საერთოდ და რო ჩავედი და ნუ რო დავინახე ეს ბოსფორი ერთი ფრაზა გაჟღერდა კიდე რომ ჩავხედე ბოსფორს თვალებში და მართლაც ეგრე იყო ვაიმე ამიკან კალთაღმა არავინ არ არის ჩემები ბავშვები არ მახთან თან რამანძილი დაფარე 6 კილომეტრი ნახევარი დავფარე საათი და 22-ში მაგრამ ეხა უყურე ეს საათი და 22 ბევრი არ არის ბოსფორისთვის გეტყვი რატო რო ჩახტები და მიდიხარ ხო
დინებას მიყავხარ, მაგრამ დინებას რომ მიყავხარ, ცოტა ნაპირისკენ და შენ უნდა გასხავს რომ ის რომ იქ ორიენტირი გაქვს, დიდი ხიდია, ბოსფორის ხიდია დიდი და იქეთ არის სადენი ან ის არის მავთულები და იმის შუაში უნდა გახვიდე. მე კი უმიზნებ რომ შუაში გავიდე, მაგრამ იმა დინებას მიყავხარ იქ. რამოდენიმეჯერ მომიწია რომ უკან დაბრუნებულიყავ, ეგ მოკლედ და მე აი ფინიშთან უნდა გადავყო თან ისე მიყავხარ დინებას რომ შეიძლება რომ გაგაშოროს სტარტის ასასვლელ პლანტონს სადაც უკვე ეს ჩიპი აი იმ ჩიპმა ხო დამტანჯას უმგონია რომ გამძლება და მეთქი ამდენი ფული თხრიში ამაშია ეს დავეკარგოც ხო არ ჩამეთვლება და მოკლედ 1-500 მეტრო არ მისული სტარტამდე, ფინიშამდე უკაცრავად, იქ მომიწია ბრძოლა. და ახლა ვიცით რომ როცა ცურა ორიენტირად გაქვს გვერდით, ან მანქანა, ან სახლი, ან ხე, რაღაც დროშა. და ხედავ რომ ეს დიდი მარშრუტკა იდგა თეთრი და ის მარშრუტკა და მე ვდგავართ ეს მე მყები ისე ვცურავ თავიდან ნელა დავიწყე რომ ეს ძალა მეყოს და ხო პირველია და არ იცი რა დროს გაგითავდება ეს ძალა თან დილით არ შემიძლია ვერანაირად ვერ ვჭამ და ესა რა ქვია როგორღაც გამოვახციე და რომ დავამთავრე ფეხები ესე მიკანკალებ და აი ძლივს ვიდექი ფეხზე. შენ რაღაც შუამეტებში გქონდა ის რომ აი დანებების უმეტეს უმეტი არა, ეგ არ მქონია არასოდეს. იმიტომ რომ 2 საათი იყო მოცემული და აი ეგ არ მქონია არანაირად. არც ბრევედზე, ხო? არც ბრევედზე. და არც აირონმენზე. არა, ბრევედზე მქონდა, აი რო ავდიოდი და მეთქი ეხლა რომ დავანებო თავი მეთქი და ვაიმე რა უნდა დავანებო ეს არც ლაპარაკობ რა უნდა სულ რომ მოვკვდე მეთქი ჩამოვალ და სულ ხელით ვატარებ. ოღონ არა, ვერაცადეს. ისე მაგ დროს რა არის შენ ეგ მოტივაცია? ანუ რა გაზას მოტივაციას რომ პირობითად გინდა რომ თრენად დაასრულო რომ საკუთარ თავთან მოიპოვო რაღაც საბაჯერებად საკუთარ თავთან და ბავშვებს მინდა დაუნტკიცო რომ მათ ძლიერი დედა ყავს იმიტომ რომ იცით ამაყობენ მე ვამბობ რომ აი სანამ 12 წლის იყვნენ ბავშვები მთელი ენერგია და ყველაფერი ცოდნის მხრივ აი სახელმძღვანელობის შერჩევის წინ დახვეწილი მუსიკა რომ მოესმინათ ყველაფერი ჩავდები მაშინ შემდეგ რომ წამოიზარდნენ უკვე იქ მასწავლებლები დაჭირდათ უკვე რაღაცა მოკლედ იქ უკვე როცა ბაზას ჩაუდებ ბავშვი მიყვება მე იმ გზას და ყოველთვის ვამბობ რომ როგორ შეიძლება დედაშვილმა არ დაუჯეროს მეთქი და შენ რომ კაცრი დედა ხარ არა კაცრი დედა უბრალოდ მიყვარს წესრიგი ხო და ძალიან წესრიგის გამო არის რომ 400-ის დაძლია ბოზბორეს და დისციპლინა აუცილებლად იმიტომ რომ მე მახსოვს რომ როცა დავიწყე სირბილი და გამოვიხედავდი პატარა ღრუბელი რო იყო ცაზე და გაწვიმდება მეთქი და არა მე ეს ჯგუფური ვარჯიშები როცა იცი რომ სულ აი ამოვდი ვაიმე თქვენ გაიხარეთ მეთქი თქვენ არ ყოფილიყავით მე ხა სახიდან არ გამოვიდოდი ეს ჯგუფური ვარჯიშები ლიზზე ხო აი რაული კი იცით თქვენ სანიკიძე და მაშინ ადამიანთან ერთად და გიორგი პატარისთან დამოდით და მოკლედ აი ბიჭებთან ერთად სულ მოკლედ ამან ჩაეს ბაზა და ეს წესი შეცვალა იმიტომ რომ მე საერთოდ სპორტულად ახლა კი რაღაცას ვარჯიშობდი მხოლოდ იმისთვის რომ ფორმაში ყოფილიყავი და ასე და მოკეიფე ოჯახი ვარ და კეიფიც ვიყავ ეს ყველაფერი ჩაანაცვლა აი ხა სირბილის მერე ერთი მოთრულსაც არ ვეკარები იმიტომ რომ უკვე სხვა რაღაც მიზნები მაქვს და ასე და ყოველთვის ძალიან ისეთი რთულია განსაკუთრებით ახლა მე რასაც ვაკვირდები სირბილშიც მე არ ვიცი ცურვა და არ ვცურავ და ველოსიპედზეც აი ეს ნებისყოფა ძალიან გჭირდება, იმიტომ რომ ბრევედზე მანამდე აი ფარავაზე მქონდა ეგ რომ ათრია ქარმა. აიმე ეს რა. ანუ თან დაბალი წონა რომ აქვს, აი არ ვიცი, საშინელება იყო, ანუ ვერ დავდიოდი ფაქტობრივად და მანამდე ვფიქრობდი რომ მეთქი აგერ გამგიარი, ჩავჯდები მანქანაში წავა მეთქი, აღარ მინდა თქვენი ბრევეთი, მაგრამ მად რაღაცა სხვა რაღაცა გირთვება მე თითქოს გონებაში რომ არა უნდა დაძლე, იმიტომ რომ რო დაძლე მე ძალიან კაი შეგრძნება. კი და მე მახსოვს ფოტოებს ხო გიხედავ რა ფოტოები გააკეთა გამემ და ის რა ქვია და რო დამინახდა ვა შენ და რა იცი რა ხელას ტიპი იყო ესე იგი მე რახან ესეთი მითხრა მეთქი ესე იგი რა სწორად მოვდივარ და სწრაფად მოვდივარ და რაღაც ის იყო რა ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო და მოტივაცია იყო ჩემთვის ეგ ხო და მოკლედ ჯერ ხალხი ხო ვიყავით ყველა ძალიან კაი ხალხი იყო იქ წასული ვაიმე აი რა ვიცი რა, ყველა შინაურები და ყველა რო რაღაც გეხმარება და კიდე ის ბიჭები ხო გავიცანი კიდე ცოტნეც და მოკლედ ყველა ერთად მოვდიოდით სანდრო რასამობ კეთილშობილი ესი ბავშვი. კაი გაზრდილი დედიშვილი და
ერთად მოვდიოდით მე შეხვდა გორში 100 ჯერ ხო გამწარდა ისა ნუკრი გამწარდა 100 ჯერ ის საბურავი რამდენჯერ დაეშვა მე ის არ ქონდა განათება არ ქონდა კიდე და მოკლედ ბრევეტის ემოციები და ძლიერია რომ აქეთ ხარ ეს მიდივართ მაგრამ თან იქეთ არ დაიცავ ყველაფერი იმას უკვე იმიტომ რომ მე ხო წლის გეგმა ეს ხოდა და ბრევეტმა ძალიან დაძლია ეს ყველაფერი იმიტომ რომ თუნდაც აირონმენი რო იყოს ხო სულ მარტო მოვდიოდი აი სულ მარტო ვერავის და მოვდიოდი ლაღად აქეთ ვიყურებოდი იქეთ ნუ რაღაც და ბოსფორი შენ ქონდა ესე იგი ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ ბრევეტი იყო აპრილი 25 აგვისტო იყო ბრევეტი ბრევეტში არ იყო აგვისტოში იყო ბოსფორი იყო აგვისტოში ბრევეთი იყო 25 მაისი იყო ხო მაისი 16-ში მქონდა 16 ივნისს მქონდა 105 კილომეტრი 105 კილომეტრი და ზუსტად ერთ კვირაში ანუ ორი თვეები გვაქვს ფაქტობრივად ხო თუ მოიცა ორი თვეც არა 25 მაისი ხო იყო და ერთი თვეც არ იყო ივნისი ხო ივნის სამ კვირაში უკვე იყო 105 კილომეტრი და რისკი იყო რა ბრევეთის მერე იმაზე რა იცი რა ტრამვა მოგიმა რისკი იყო მაგრამ მე წავედი ამ რისკზე და გავაკეთე სადაც ჩემი ოცნების 105 კილომეტრი და ერთ კვირაში არის ტრიატლონი ახლა ტრიატლონზე მაგარი შედეგი და ძალიან ვიყავი აქ იყო და ბავშვების და ეხლა ამ გაბრწყნილი ფეხებით არ წავალ, არცაც სისხლის ფეხებიდან და ხო ალბათ არ წავალ და არა და უკვე ვიცი რომ წავალ. უკვე ვიცი რომ მეთქი ამას დავიწებებ, იმას დავიწებებ, მოვირჩენ, ნუ რაღაცას არ არსებობს, უნდა წავიდე და გამოვედი და რო გითხრა, ეხლა ხო ვიტყვი რომ არ ვართ ბევრი მონაწილეები, არ ვიყავით ხო და მე ყოველთვის მინდა რომ ვიყოთ ბევრი რომ мотивация გქონდეს, რომ აჰა იმან მომიგო, ესე იგი მე ახლა უკეთესად უნდა ვივარჯიშო და ჯერ ერთი ველოებიც არ ყავთ ჩვენს გოგოებს ისეთი, იმიტომ რომ ამას საშუალება უნდა და რაღაც უნდა და ნუ ვერ რა თორე ახლა ძლიერები არიან, მაგრამ ყველაფერს ხო ყველა ნიუანსია მე ზოგმა სულუა თქვა კარგად არის ისიც ის და ნუ ესე ნუ აქ გავედი აბსოლუტურში და მოაჭიზე მაშაკრა და რამდენ ხალხში გახვედი და მე ძალიან და მე ერთ კვირაში კიდე აი აზარაშვილმა შეჯებრი მოგვიწყო სვანეთში ვიყავით და მე ხუმრობდი რომ მეთქი კიბეების ის არის ხო ჩელენჯი ანუ ფაქტობრივად ძალიან დატვირთული წელი გაქვს ხო შეჯიბე აი სწავლად მოეწყო ისე და მე 25-ში აგვისტოს იყო უკვე ბოსფორი და ბოსფორის შემდეგ უკვე აირონმენი და მთლიანად გადავერთვე მაგაზე და ამ დროს კიდე ბათუმში გაქანებული რემონტი მაგდა მაწყდება რომ იქ რა იყო და მე კიდე როგორ ვარ იცი აი შინაგანად სახში უნდა მქონდეს ყველაფერი წესრიგში თუ სახლი დაულაგებელია ისე ვერ გამოვალ და იქ ესეთი ამბავი მიყოდა ხან ის მოვიდა მოხელე ხან არ მოვიდა მოკლედ ძელი ამბები და ძალიან გამომწარა მაგრამ მე ვამბობდი როცა დაიწყო აირონმენი აი რამდენში შეძლებდა 6 საათ ნახევარში მინდა აი გეფიცები დარწმუნებული ვიყავი რომ მე 6-დან გამოვიდოდი მაგრამ მაინც წინ ფორას ვიტოვებდი იმ ნახევარსაც რომ კაი და რაღაც შემემთხვა მოკლედ შემემთხვა ის რომ ეს ახლა ტელევიზიაში არ გავაჟღერებ ცხენო და ნუ ჭამეთ ნუკრის იყო მაშინ ჩვენთან ერთად და ერთი ძალიან კაი ახალგაზრდა რუსი ბიჭი იყო ჩვენთან ერთად ვლადი აი სა რა ქვია წავედით იაპონურ რესტორანში და აქ იაპონური რესტორანი ჩვენთან არის არაჩვეულებრივი და ეს ტომიამის სუპი კრევეტებით მიყვარს ნუ რა ვიცი მე და მოკლედ მივირთვით ეს ტომიამის სუპი და კიდე მისო სუპიც მინდა მეთქი ორივე იმიტომ რომ მე ვჭამე ერთხელ მაგრამ კარგი ისე რომ მე 2-3 საათი ვეღარ ვდგები ხო და მოკლედ არ ვიცი მე მინდა ნეფალბათ მაგრამ ძლივს მივასწარე სასტუმრომდე და ნუ ამ გაჭირვებით მეორე დღეს აი ყველა იმასთან ჩერდებოდი რა ქვია საკვე პუნქტთან ჩერდებოდი შევარდებოდი გამოვარდებოდი იქ იზოტონიკი მე იქ ხო რო დაინახეს რომ ასეთი მოცლილი ხალია და ხალხი წამს არ კარგავს და მე ხო იცი რომ წყალს ვერ სვამ უნდა გავაჩერო და ისე უნდა ხო ველოსიპედს ვიცი მე ეს უნდა დავამუშავო აუცილებლად ამას მივხედავ აი მაგაში დაგეხმარები ერთ რაღაცაში ზუსტად და სულ კაი მერე იყოს ახლა არ მინდა და იცი რა მცხვენია ხოლმე ის რაც არ გამომდის კარგად იმ მცხვენი აი ცურვაც იმიტომ არ ვიცოდი კარგად რო დავიწყებით სული შესწავლა დამაყენეს 6 წლის ბავშვებთან დაფით და ნუ ამან მომკლა ყველანაირად და მე ხო ნებისყოფის ის არა მაქვს უცებ მინდა ყველაფერი ეგრე არ არის უნდა ივარჯიშო და აბა იქ სურათების გადაღება კიდევ დამხმარეები ვიც საკვე პუნქტთან არის ის
ყველა და აი გადავიღოთ და მე უყურებ რომ ხან ტელეფონით ხან ამდენის დროს დაკარგვაც არ მინდა და მოკლედ დავასრულე მშვენივრად არანაირი კურიოზი არ შემემთხვა იმის გარდა რომ ვაიმე 7 საათი და 5 წუთი ნუ იმის ფაზურად ცუდად იყავი და კიდე სხვა რამეს გეტყვი აი უყურადღებობა ერთი უყურადღება რომ ის 105 კილომეტრზე დავეკარგე წინა წელს და მეორე უყურადღებობა ის რომ აი ვიცოდი რომ ეს რუსული P100 იყო ორი უნდა გამოკეთებია ანუ ერთ იწრეს აკეთებ ხო ამოდიხარ ჩიპის იმას გაივლი და ხელახლა შედიხარ და მე პატარა ეს სიბილზე არა ცურვაზე მოკლედ ახლა და ეს მიხსნიან თან უყურე აქ რომ იცურებ უნდა ამოხვიდო კი ვიცი აბა უნდა ამოვიდე აბა რა თურმე უნდა ამოხვიდე პირველი წრის მერე და მოკლედ რომ ვიცურე პირველი წრი და ხო ვიცი რომ ახლა მეორე წრეც უნდა გავაკეთო და მოვტრიალდი უკან და ვაკეთებ მეორე წრეს ასე ნუ არასწორად და ხედავ რომ კაცი შვილი არ მომყვება როცა იქ ბრასით მოცურავე ჩამქოლეს და ცუდი საშუალება არ მოწე აქ მარტო ლაღად მივდივარ რა და გადავწყვიტე რომ და გავჩერდი და უყურებ ახლა არც ჩანს კარგად არც ამორბის არა მე დავინახე რომ 1-2-2-მა ამოირბინა და პირიქით გაიარა და ჩამოვიდა მოვტრიალდი მეთქი ახლა ხო არ დავანებო ვაფშე თავიდან მეთქი როგორ უნდა დავანებო როგორიც იქნება ისე იქნება ეს არის ჩემი ორმაგი არ გაგიწია ორმაგი არ მომიწია მაგრამ 400 მეტრი კაი ძალის დახარჯვაა და კაი დროს დაკარგვა რა სულცირე რაღაც ნუ არ ვიცი ახლა რამდენი არ დამითვლია სილვიზე უცებ დავიდე ვარ 8-ზე ერთი რამდენი წუთი დავკარგე 8 წუთი მაინც იქნებოდა ხო მე ტრანზიტული ზონა ნავარჯიშები რომ მქონდა და ზეპირად რო ვიცი რა უნდა ისეთი სისხლელეები ვარ ეს გიდროკოსტუმი ხო მოტკეცილია ძალიან აუზზე ჩავედი და აუზზე მოვსინჯე აუზე უცებ აი მეთქი რა იქ არც დასველდა შიგნიდან იმიტომ რომ შიგნით სველი უნდა იყოს რო ვიხდიდი გიდროკოსტუმი არ დამსველებია იმდენად მჭიდროდ არის რა და ძლივს გავიხსენი მე აქ რო არის ამ ტრანზიტულ ზონაში საკიდებია ყველა თავისი ნომრით იქვე გოგოები ხედავ რომ იქვე იცვლიან და მეთქი ახლა ამათ რა შეუშალო ხელი წავედი 150 თუ 100 მეტრი ვირბინე ველომდე მივირბინე იქ გამოვიცვალე მე უკან მოვბრუნე ანუ ეს დროს ფუჭად დავხარჯე კიდე ერთი ამბავი რომ მე ველოტუფლებით ვერ დავდივარ სუშიში რო იცოდე ისე S-Works-ის კარბონის საწმელები მაქვს როგორიც ჩემი ველოა მაგრამ არ გამოგიყენებია? არ გამომიყენებია. არც პრევეტზე? არასოდეს არ გამომიყენებია, ყველგან ვიყავდი ფოტოასე. კი, და ნუ ვიცი რომ ბევრ ძალას ზოგავს, მაგრამ ძალიან ბევრს. ხო და ნუ არ ვიცი, მაგრამ ეხა პედლები ჩამოვიტანე ანტალიიდან, იმიტომ რომ პედლები მქონდა ჩემსაც, მაგრამ რომ მივაზომეთ ბიჭო, არ ჩადის რა იმ ლუკის იმაში და თურმე დიდი უკეთია და ეხა ჩამოვიტანე, გავაკეთე და დავიწყე მაღაზია ვარჯიშს აუცილებლად, იმიტომ რომ მართლა უკვე ნიცას ესე ბოტასებით ჯერ ერთი რო სირცხვილია, კაი, თქვა ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ ნუ ძალის დაზოგვა რა. კი, მე ვყოფ ორნაირად ჩემ ველო ცხოვრებას ასე რა ვთქვათ, ჩამკეტებამდე და ჩამკეტების შემდეგ, იმიტომ რომ რაც ვიარე ჩამკეტების გარეშე, დაახლოებით 1 წელი, ეგ 1 წელი მაქვს დაკარგული. მართლა, ანუ ესე შენ ახლა ამბობ, რომ ესე იგი მართლა ამჯერა, იმიტომ რომ YouTube არხებზე უსმენ ხოლმე რა და არაფერს არ შვება, ნუ ზოგი ამბობს 20%, ზოგი 30, ზოგი ამბობს 4%-ს იგებ მეც არა და მე ყველაზე მეტად ყველამ თქვა რომ 20% და 30, ერთმა თქვა რომ 4%-ს ზოგავ ძალასო და ის 4% მომეწა. იმას დაუჯერე ხარ შენ გაწყობ. არა, მე განსაკუთრებით აი თაში საკმაოდ ბევრი არ იყენებს დაუნფილზე განსაკუთრებით. უცხოელები იყენებენ ცალს ახლა, მაგრამ საქართველოში არ იყენებენ დაუნფილზე, არა და მე მაგალითად თაში ბევრად კარგად ვიყენებ, იმიტომ რომ სუსტი წონა რომ აქვს. რაღაცა წონა რომ გადახვალ, ფეხები ზემოთ იწევს და მე რეგიჭერს და ესე დაბრუნე ამ პედლებზე. ხან ფეხი მქონდა ახლეწილი, ხან რამდენჯერმე და როუდზე განსაკუთრებით ტრასაზე ბევრად კარგად დადიხარ რა. ბევრად დიდ ძალას გაძლევს და ბევრად ეფექტური ხარ, ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო და ნუ ამასაც მივხედავ და ეხლა უკვე რა ვიცი, კაი 17 საათი გვაქვს მოცემული ეხლა ჩვენ ნიცაში. ხო და მე ვფიქრობ, რომ ახლა არ გინდა წინასწარ ვთქვა, ნუ კაი, ნახოთ რა, ნუ რა ვიცი, ახლა 13 უნდა მეყოს და 13 რა თქმა უნდა 13 ზადრო მინდა და დამთავრება, მაგრამ 13 ძალიან ისე სასაცილოა და ნუ არა, ნახოთ რა. ვაუ. რომელი იყო შენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა? რომელი ნაწილი? Ironman-ზე? ხო.
ველოსიპედი, რა ვიცი, სირბილის მეშინოდა უფრო, იცი, იმიტომ რომ ამ სამთო სირბილებს რო დავრბივარ მთებში, ხო? ეს ჩვენი კლასიკური სწორ ასვალზე და სწორ ზედაპირზე სირბილი ცოტა ტემპი დამიქვეითდა და მაგალითად ეხლა რომ მე სრული არა მარათონი დავფარე, მაშინ რა ქვია, სტამბულში 4 საათიდან გამოვედი და 2 კვირაში კიპრი მქონდა და იქ კიდე გავაუმჯობესე. არა, 4 წლის უკან. ხო, იმას ძალიან ჩამორჩები. ძალიან ბევრი დრო დამჭირდება იმასთან შედარებით და თქვა 10 კილომეტრზე რომ საუკეთესო დრო 48 წუთი მქონდა, ეხლა მქონდა 52 მე მგონი. ვაუ. ხო და ნუ ასე არა, აი იქ მიაკლებ ეს ამიტომ სირბილის მეშინოდა უფრო რა. სირბილი რამდენი იყო? 21 კილომეტრი იყო სირბილი და მე ვფიქრობდი რომ ამოვთქვი რომ მეთქი 2:30-ში თუ დავასრულე, აი მე ვიქნები უძლიერესი რა. ანუ ჩემ თავში თორე ისე როგორ რა უძლიერესია 2 საათნახევარი. რამდენი? ანუ შეასრულე 2:23-ში. ვაუ. მაგრამ იცი რატო? ველოზე ვისვენებდი. აი ახლა ნუკრის გაუჭირდა სირბილი, ნუკრი მართლა დაფრინავს და ველოსიპედზე რომ აი ძალიან კაი შედეგი გვანახა აერონმენზე, აი სირბილში ცოტა გაუჭირდა, იმიტომ რომ ნუ ხო იცი ყველაფერი გამოცდილებაა რა. კი. თან რო ხედავ რომ ის სხვა მირბი შენც მისდევ და ცოტა ძალა უნდა მე ძალა არ დამიზოგია, მე სხვა რამემ დამაზოგინე ძალა ხშირად ვიწევდა გაჩნდება. ველოსიპედზე რამდენი იყო? ვაიმე კი არ მახსოვს სწრაფაში. სანამ შევლაპარაკოთ, მე მაგას გეტყვით. ხო, ანუ ერთი 3 და რაღაც იყო. ხო. 3 საათი და რაღაც. არა, დრო, მანძილი რამდენი იყო? მანძილი როგორ არ ვიცი, 90 კილომეტრი იყო მანძილი. ანუ 6 კილომეტრი, ჯერ არის სურვა, 6 კილომეტრი, მერე არის ველოსიპედი 90 კილომეტრი. კი და მერე 21 კილომეტრი ნახევარ მარათონია ისა სირბილი და მოკლედ 90 კილომეტრი არ არის მარტივია. არ არის, ხო, ეხლა ჩვენთან რო აქ მიჩვეული ხარ 400 მეტრი იყო ის ცურვა და 20 კილომეტრიც რა ველო და ისა, ნუ კი ყველაფერი სწრაფად კეთდება და სპრინტია. ჩემი უპირატესობა სპორტში არის ის, რომ მე სისწრაფე უკვე ასაკაში განამარტომე, ასაკი გვიქვეითდება და გამძლეობა გვაქვს მეტი ახალგაზრდებთან შედარებით. ხო, და ნუ გამოცდილებაც გიგროვდება რა თქმა უნდა და ასე შემოგუცებ ჩავიჭიტინებ აქ რა ხდებოდა სწავლაზე. ხო, შესწავლას კი ვადევნებ ხოლმე. ხო, აბა, ერთმანეთს ვადევნებთ ყოველთვის. ეს მოტივაცია ძალიან მოტივაცია მართლა რა სამო. სირბილის დროს ველოსიპედი მივიყვანე და სანამ არ გავარკვიე ზუსტად სად უნდა ყოფილიყო ჩემი ველო, არ მოვეშვი იმ ვინც გამომართვა ველო, ვითომ ახლა ვინმე წამართვა და ისეთი ველოები ვნახე. მე მაინტერესებს რა მოგცა აი შეჯიბრებებმა, ანუ წელს ესე ამდენი რაღაც რო გაიარე, თითოეულმა რა მოგცა? ყველაფერს ვაკეთებ ჩემი ოჯახის და შვილებისთვის. აი, ჩემ როცა დავიწყე სპორტით აქტივობა, ჩემთვის ვაკეთებდი ყველაფერს, რომ ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა და ჩემი შვილებისთვის ყოფილიყავი მაგალითი და ეხლა უცხო ხალხი საერთოდ რო არ ვიცნობ, იმდენი ვინმე მწერს, რომ ჯერთის ყველა კარგს წეს. აი არცეც არ უთქვია რაღაცა შორიანი რაღაცა, ხო იცი რომ გიკპინოს და კაი რა, შენც ახლა რა ხარ და ის მამაკაცებმა კი დაწერეს ხოლმე ცოტი კომენტარი. შურთ. მაგრამ აი წერილებში ვინც წერს, ყველა ისე დადებიდან და ჩვენი мотиваცია ხარ და ახალგაზრდა ბავშვები, მარტო განაჩემი ასაკის და უფროსები. და ძალიან დიდი ძალა მომცა და მეც უზიარე და მეც ვეჭორიკნები და ხან სახლის ამბობს ყოფით ერთმანეთში და რაღაცა ნუ ისეთ რა სამზარეულოს ამბობს და ნუ ძალიან მივხვდი რომ მაღლა мотиваცია სხვებიდან ჩვენი იაკოც საგარეიშვილი ვარ წამოვიდეს მოკლავ. მე რომ მეც მინდაო და ცურვის პრობლემა მაქვს და არის თუთელი რომელიც ასწავლს არიან ამის კი არა და დამპირდა იარო ცურვას დახვეწ. სუგო არ მოხვიდე პირიქით. კაი, კითხავსავი. ხო. ძალიან კარგი მასწავლებელი არის ჰენრი, ბატონი ჰენრი. ამიტომ შეიძლება ბატონ ჰენრისთან. ხო, ნუ ცდის, ჰენრიცა სთან ჰენრი მეუბნებოდა მაშინ არის ვაგი და მეუბნებოდა რაღაც იმას მაცლევდა რა ქვია. ზას მაგრამ უკვე იმ დღეს იყო თუ წინა დღით იყო უკვე შეჯიბრი ხო ავაკის საწეოში იყო მაშინ შეჯიბრი 50 მეტრზე ყოფილიყო 500 მეტრზე გავიდოდი პირველად 50 მეტრი ჩვენთვის რთულია იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის
დისტანციებზე ვემზადებით და სპრინტი მაინც ხო. სხვა მომზადება. როგორია შენი აი ესე ჩვეულებრივი ვარჯიშის დღე, სავარჯიშო დღე როგორ იწყება? აი მაგათაც ვთქვათ, ვიღაცები სხვა იწყება, რაღაც გეგმავენ და რაღაცა იკვებებიან, რაღაცა ხურდებიან, უყურებენ სამოტივაციო ვიდეო, რაღაცა. კი, სამოტივაციო ვიდეო სულ უყურებ. ეგ არის წიგნი არ წამიკითხია, წელიწად ნახევარია წიგნი არ წამიკითხია და შეიძლება მეტიც კიდე. მაგრამ ეს რა თქმა, სულ ჩემთან სახში არის სულ სპორტი ჩართული და სულ YouTube და სულ რაღა იმ რას ჭამე, აი როგორი კვება აქვს, რა გელია, როგორ ვისე რაზე მოქმედებს. ამას ყველაფერს უსმენ და შენი თავზე რა თქმა უნდა მე ვიცი რომ გელი არ მწყენს, მშვენივრად ვეგუები, იმიტომ რომ ზოგისთვის ის არის რა ქვია რთულია საკვები და უფრო ნუ დილით ჭამა ისედაც არ შემიძლია და ყოველთვის თუ რაღაცა ისეთია თამრი მაქვს შეჯიბრზე სხვა აი რუგზაკი მოკიდებული შინით საჭმელები და ნუ რა ვიცი მე ვიცით ახლა რა ვის რა უხდება და ზოგს ვინიკი ზოგს ბანანი და ასე შემდეგ და დილა იწყება იმითი რომ ნუ ახლა თუ ბავშვი არის ისე რომ თქვა რაღაც ისე საკვებს თვითონ იმზადებს დილის საუზმეს, დავიბენი საუზმეს. თუ არა და მაშინ ვდგები რა თქმა უნდა ბავშვებს უნდა მიხედო ჯერ, შემდეგ ცოტას მოვალაგებ, თან მარტო რო ხარ, ხო იცი, დრო არ ხარ დროში შეწყვილ და მე უკვე გავდივარ, ან აქ მიყვარს ძალიან თაწმინდაზე მიყვარს, ნუ არ ვიცი ძალიან მიყვარს. ლისე ხო ვარჯიშობდი ადრე, მაგრამ მაშინ სხვა ვარჯიშები ხონდა, ეს ლისის ის გვინდა დაწყრე და ასე შემდეგ და ეხლა უკვე უფრო სამთო სირბილეები და უფრო დაწმინდა უძოს მონასტრამდე და უკან და ვაუ შემდეგ ჩემი შვილი გავეხმურა რომ ერთ ინტერვიუში თქვი რომ ისა რა ქვია ოჯახი როგორ ხდება აი მე ოჯახი ძალიან მიყვარდა და გვერდით თაველა ირბეს 60 კილომეტრზე სამშობლო მე მეკითხები დერ ავსჭაო ოღონდ არის აი ესე ვარ ხო ვირბენ მომახა 60 კილომეტრს მართლა არა მაგრამ ნუ რაც არის და რომ ვირბენ არ უნდა დავჭდე აი ეგრევე თქვა გადაივლებ და ეგრევე იწყებს სამზარეულოში ფოსფოს რომ აი იქ სადილი ბავშვებს არ მიყვარს არა გაწელვები არა გაწელვები და არ ვაკეთებ არასოდეს სხვათა შორის მე არ დამიჯერო თუ ის როგორ უნდა არც გახურებაც არასოდეს უდიდესი შეჯიბრებები რომ ყველა მიცის ეს რომ ყველა იწელება ხურდება იქეთ აკეთ და მოკლედ ერთი გადაუხვე სვანეთში რო ვიყავით ეხა შეჯიბრზე გია მეუნება ჩემი მეუღლე გახედე გოგო რეებს აკეთებენ აბა გაწულებით აბა აჩხარებები და რაღაცა და მიდი შენც რაღაცა და მე მზივარი რა ქვია კაკლის ძირში და აი არ მინდა მეთქარი ახლა კიდე გახურება გზაში გავხურდები ახლა მე რო ის პირველი მოვიდი აბსოლუტური შეთქმულება პირველი არ მოვიდი გაიანეს ახლა ვინაჯობებს და რაღაცა და ოჩახშე პრიზი მაშინ მოგწეს ის იყო რა ქვია 500 ლარი პრიზი იყო და დავანებებ ახლა მე მუშაობ და შენ არ ჩინე ოჩახი მაგრამ უფრო ხარჯიანი არის რომ მიიღო სრულიად ველოსპორტს არა ზოგადად სპორტს ვიდრე მიიღო რა ხო და იმას ამობენ რა ქვია რა აერონმენს და ტრიატლონზე ამობენ რომ ეს არის ოლიგარქების სპორტი იმიტომ რომ ყველანაირი ველოთი შეგიძლია იქ სამთო ველოებიც იქნება კი სამთო ველოები ჩვეულებრივი ის რო აქვს რა ხო იცი უკარო რაღაცა უნდა დაადოზე უნდა რაღაცა ისინიც ხონდათ ზედამოღებული თუ კი ჩვეულებრივად შენ გინდა მონაწილეობა ძალიან კარგადაც მიიღებ, მაგრამ თუ შედეგი გინდა მიიღო, ჩვენ ვიცით აეროდინამიკას რა ხელა მნიშვნელობა აქვს და ის წვეთს რო ეძახიან, ისეთი კუდი მაქვს, რომ არ წავიღე მეთქი ახლა საწვეთოთ იქ ხალხი ვაწვინა. არა, ამზადა ათვიდა მე წვეთის შლემის დახურება და წავედი ჩოვლითით ვარჯიშობ, იმ შლემით ვიყავი წასული და მოკლედ ასე და ერთი ცუდი ის იყო, რომ ყოველთვის მიყვარს რომ განსხვავებული ჩაცმული ვიყო და ორს ჩემნაირიც ეს იყო ყველაზე მარტო. იმიტომ რომ აერონმენის საიტიდან გამოვიწერე. ხო, იქ ბევრი არჩევანი არ იქნება. აერონმენის საიტიდან ეტყობა იმათაც გამოიწერეს და ეს იყო, ნუ ეთქი ვაიმე. არა და მქონდა სხვა წაღებული. ხო, არა, აღჭურვილობა ძალიან ძვირია, იმიტომ რომ მარტო ველოსიპედი გჭირდება, რომ კარგი შედეგი დადო რაღაცა კარბონის, შესაბამისი აღჭურვილებით, ნაწილებით,
სირბილზე კარგი ფეხსაცმელი, კარგი ტანსაცმელი, იქ კიდე ყველაფერი არის ნასკებიც რო აერო ყოფილა, ეგეთი არ ზამთრია. ნასკებიც ყოფილა, ბოდიში წინდებიც ყოფილა, ეს გეტრები აერო, არც რა ვიცი, მე ვნახავ იქნება მოსინჯო. ხო, მათ თითოეულ რაღაცა წამის მიასესად რაღაც 1%-აც კი იმხელა მნიშვნელობა აქვს. კი და მე ისა კარბონი მოყავს მეც და ჩემიც მსუბუქია და ჩემიც კარგი ველოა, მაგრამ იქ რო ველოები ვნახე და ახლა დისკებით და მერე რომ მოდიხარ, მერე ჯერ კიდე იმის მეშინია ეს პილეტონი რო ჩაგიქროლებს და ხო კინაღამ წავიქეცი ხოლმე ისეთი ძალით, ისეთი სისწრაფით მიდიან და გავჩერდები და უყურებდი ისეთი ის იყო, რა ქვია, ლამაზი სანახავი იყო და რამდენი შემთხვევა იყო იმის რომ წაქცეულები და იქ სასწრაფოზე მიდიოდა და ღმერთო ყველა გადაარჩინე მეთქი რომ რას ამობდა ეს დისკებზე რო ის დისკები რო აქვს ხო იცი რაღაცა ისეთი კი მთლიანად რო შავია არ ვიცი მაგის სახელი მოკლედ იმითი რო იყვნენ და ზოგ ცეპი გაუწყდა. კი, შენ ხარ აღჭურვილი, მაგრამ აი როგორ გინდოდა. არა, მაგას ვერ ეცებ. ხო და ნუ მოკლედ ესეთი შემთხვევები იყო ბევრი. კიდე მაინტერესებს რა არის, აი შენ როცა ხარ შეჯიბრის მონაწილე, რაზე ფიქრობ? მაგ დროს რა ფიქრები მოგდის თავში? ვაიმე, რა ფიქრები მომდის და გამოცდაზე რომ მიდიხარ და სკოლაში რომ გამოცდაზე მიდიხარ და არ ჩაიჭრა ან უნივერსიტეტში, აი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აი მეთქი ახლა გამოცდაზე გავდივარ. მაგრამ იცი ყველაფერი გამოცდილებაა. ეხლა თავს სიმშვიდად, რაც იქნება მივდივარ რა, როგორც იქნება. როგორ ახლა სირბილზე ხოლმე როცა ძალიან მემზადებოდი სირბილისთვის, მაშინ როგორ ალამაზი ხარ თონი შეცვალა. ხო და მაშინ აი თავს ვიკლავდი რაღაცა და ეხლა ნუ ისეთ როცა ველოც გინდა, სირბილიც გინდა, ვერ უთმობ თლიანად იმ სირბილს და თუ რაც გამოვა რა და ნუ გამოდის ხოლმე ცუდად არ გამოდის, კარგად გამოდის და ხო, ეგ ძალიან ისეთია. ეხლა ბოლოსკენ რო წავიდეთ შედარებით, შენი შემდეგი გეგმა რაც არის ამ დიდ აირონმენზე გასვლა, მაგისთვის როგორ ემზადები? ჯერ ვისვენებ, აი სრულიად ეხლა რა ჩამოვედი ერთი შეჯიბრი მქონდა კიდე აირონმენზე, ზუსტად ერთ კვირაში მქონდა შეჯიბრი. ეხლა ჩამოვედით ცაგერიდან. ხო, ცაგერში შეჯიბრია. უი, ბოდიში ცაგერში ვიყავით, ეხლა ვიყავით ყვარელში. 10 კილომეტრი მქონდა სირბილი კი და ისა რა ქვია 30 პლუს ქალებში გავედი მეორე ადგილზე და 50 პლუსი პატარა გოგოებში გავედი ადგილზე. აი, ძალიან მოტივაცია ხარ მართლა. მე ხოროს ახლა ბუარჩიც რამდენი იყავით და და პრიზებიც მოგცეს იქაც საპრიზოები იყო 500 ლარი იყო მაქსიმუმი და 200 ადგილი. ნუ საციამოვნოა რა თქმა უნდა და მადლობა მაია აზარაშვილს და ტატიშვილმა კიდე დაგვეხმარა და ასე. ნიცა როდის გაქვს? ნიცა მაქვს. ეხლა რა ხდება? ეს 105 კილომეტრი ხო მე მაინც სირბილი აი ავქნე ეხლა სირბილი ძალიან მიყვარს და მირჩევნია ყველას და მაინც 105 კილომეტრი უწევს უკვე გამოვითვალე ახლა 15-ში იყო 15 ივნისს უწევს და ახლა უყურე 105 კილომეტრს მე ხო აღდგენა მინდა. კიდე რაღაც ვარჯიშები უნდა ჩავატარო რომ კიდე შემდეგ კლასი იქნება ბრევეტი 600-იანი. ხო, რომელ თვა? არ ვიცი. აი მე არ დაიმთხოს ისე რომ ცოტა ერთითი დადრევანიც იყოს. 15 ივნისს იქნება, ნუ ჯერ ზუსტად არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ესე უწევს და 15 ივნისს რო იქნება ზუსტად ორ კვირაშია სრული აირონმენი. ეხლა უკვე ტინგიცის დრო ის არა მაქვს რა, ამ ჩემი ამბიციებით კიდე და გაუმჯობესება მინდა. ძალიან ცუდი შედეგია, კი მეორე ადგილი იყო, მაგრამ ცუდი შედეგია ჩემთვის. რაღაც 1 საათნახევრის მოკლება მინდა. მართლა, მარტივად ხო და შევძლებ. მაგრამ თუ მომემზადები და ეხლა ღმერთმა არ დამცინოს მე მომზადება უნდა. და რა ვიცი, ალბათ 100 კილომეტრს ვერ უფრო ნაკლები დისტანციას ავირჩევ თქო, ფიქრობ რა, მაგრამ არ გამოვაგტები არანაირად, იმიტომ რომ მიყვარს. მაგისაც ეხლა გაქვს შესვენება და მე უკვე გექნება რაღაცა გეგმა და დაიწყებ მომზადებას, ხო? კი, ეხლა უკვე მომზადები სხვანაირად. ეხლა ველოს მექნება ნუ კვირაში ერთხელ ერთი გასვლა, ჯერ არა, ალბათ დავიწყებ ერთ ორ კვირაში. შემიძლია პარტნიორობა გაგიწიო აუცილებლად. ველოსიპედზე. თუ მომიწევს ხოლმე დასთა, გეტყვი, აი შენ გელოდებოდი. არა, გვერდში მდგომი ყოველთვის გვინდა და ეხლა უფრო დარბაზი.
დარბაზი, მყესების გამაგრება, იმიტომ რომ ეს სუსტი კოჭი მაგდა, მაშინ რო ფეხი არ ვიცი თუ ვიცი, კოჭი რო გადამიბრუნდაო 3 წლის უკან, კი დაღმართზე შეჯიბრება მქონდა და კაი იმან გამამწარა და დღემდე მტკივა. სულ მტკივა, მაგრამ მაინც არ ვაქცევ ამას ყურადღებას და მაინც ვარჯიშობ, ისე აღარ მტკივა როგორც მტკიოდა. ხო და მოკლედ ქირურგთან რომ მივედი ოპერაცია თორე ვერ იგბენოდა მე სანამდეც ვირბენ, იქამდე ვირბენ ოპერაციას არ გავიკეთე. მაგრამ ფაქტია მაგის მე 6 თვე კიდე უნდა გამოვეთიშო, ფაქტურად იწყებ 0-დან, ხო და ვერ რა, დრო არა მაქვს. ამდენი ასაკი უკვე გვიჭერს. ხო და დარბაზი და უკვე გამოსაფხულდება, უკვე დავიწყებ რა თქმა უნდა, უკვე ზადებას. თუმცა ამ დარბაზთან ერთად იქნება აუცილებლად ისიც რა ქვია ველო გამოსვლებიც და პატარ-პატარა შეჯიბრებები. შეჯიბრებები ვარჯიში და ასე შემდეგ. უღრმესი მადლობა ამ პოდკასტისთვის, იმიტომ რომ ჩემსაც მართლა გულწრფელად ძალიან დიდი мотиваცია ხარ. სირბილში, ველოსიპედშიც და ცურვაშიც. და მადლობა. უდიდესი წარმატებას გისურვებ, ძალიან გულშემატკივრობ და არ ვიცი, ჩემი მხრივ რაც შემიძლია ველოსიპედზე რა. რაიმეთი გაგამხნევო ან ჩემი გამოსება გაგიზერო? კი, მინდა და მასწავლეთ მარს დრო არ აქვს, შენთან მოვალ ხოლმე საბურავის მოახსენი ხო საბურავი? სულ ახალი რაღაცა ულტრალაითის მქონდა ჩამოტანილი საზღვარგარეთიდან საბურავი და გამეხა. რა სიძახი. აი მოხსნის დროს გამეხა, იმიტომ რომ უნდა მიმეტანა რაღაც. მასტერკლასები გვაქვს ხოლმე ჩვენ და აი ეგრე მაგასაც და შე რო კიდე იმას აკეთებ, ვაიმე ამასე ვგიჟდები, თან დაღმართზე რო დაგინახე. გახსოვს მაშინ წასული ვიყავით, სადაც არ ვიცი ბრევეთი იყო მე მგონი, ხელებს რო შლი ესე და მიდი ეს ველოსიპედი თავისთვისა, შენ თავისთვის ამ ხელებს იქნე ვაიმე მე. ოღონდ გადარჩეს და არ დავეწე. მე მახსოვს შენ რო წერხობე ხანდახან რაღაცა დაუქილის ვიდეოს რაღაცა ტეფხობე რომ ბრწყილადი არა, ვაიმე გულის პულსი მიჩქარდება ხოლმე, მოგიყურებ ხოლმე რა. ნეგა რაც ეგ მე მიჩქარდება კიდე იმაზე აირონმენზე, არ ვიცი მე ალბათ არაფერი არ არის, მთავარია ეხა თუ შედეგი გინდა, მაშინ უკვე სხვანაირი იქ შენ ისე ერნო და მართლა გაჩერდე და წყალი დალიო და მე წახვიდე და ის ფურცქნო გზაში რაღაც საკვები, ესე შედეგს ვერანაირად ვერ დადებდა. პირველ ადგილზე ვინც გავიდა, ის ხალი რო ვნახე, ისა რა ქვია, თავისი ფიტნეს დარბაზები აქვს. მასაჟისტი ყავს, მწვრთნელი ყავს 3 და მე-4 რო აერთიანებს ყველაფერს და ძალიან ისეა და ეხლა ჩვენ ეს შენ სადილი აკეთო და მე მას ფანჯრებიც მინავ დილით და რევარჯიშზე წავიდე ეგრე არ გამოდის. ბოლოს ერთი პატარა თხოვნა მაქვს, რა რჩევებს მისცემდი იმ ადამიანებს, ვისაც უნდა რომ აქტიურად დაკავდეს რაღაცა სპორტით და რაღაც შეჯიბრებებში მიიღოს მონაწილეობა? რა რჩევას მიცემ და მე თუ არ ვარ თქვენთვის მისაბაძის სხვა სპორტსმენებს შეხედეთ, აუცილებლად ჩაებით, თუ კი ასპარეზზე არ გამოხარდა შეჯიბრზე, თქვენი თავისთვის არის კარგი. ჯერ ერთი ძალიან სულ სხვა ხალხი გავიცანი, სპორტი დაკავებული არ მყოლია და ისეთი საინტერესო სულ ყველა და რამდენამეს გაიგებთ. აი თითოეული ადამიანი თითო ურთიერთობა და სპორტი არის აუცილებელი და ჩემთვის არის ძალიან დიდი мотиваცია. ყველაფერს ვასწრებ, არავინ არ თქვას რომ იმას სწავლო, ზოგი ვინც სწავლობს, რა ვისწავლობ და მოახერხებთ. იცით რა, ჩვენ გვიყვარს გადაბრალება, რომ აი ახლა რო თავის გამართლება, ზუსტად რომ იმის ბრალი არა, ყველაფერი არის ჩვენმე თუ რამეში შევცდი რაღაც არ გამომგვი და პირადად ჩემთვის ყოველჩივე. შენი პატარა საჩუქარი მაქვს კიდე? რა სიძახი. ძალიან მწვენია ხოლმე საჩუქრები. პარკი რო ჩამედო რაღაცა. ეს ახლა ოკლის სათვალე არ არის, რა სიძახი. და ეს რა ლამაზი ფერია. ეს კიდე რაღაც ველოსთან დაკავშირებული. ძალიან ლამაზი სათვალეა ხო? თან ეხა არ მაქვს სათვალე ეს ველოსიპედის. ძალიან ლამაზი ფერია თან. ვაუ. თან ყუთელიც ჰიპოსფერშიც არის რაღაც ყუთით. ხო და ნუ რა ვიცი, ეკედან მოხსენი, ამხრიდან. აი. მოგდაგეხმარები. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონია გამოიყენე, იმიტომ რომ მეც ვიყენებ. რას ვიზამ, კაცო? შვენიერი, კარგად მაქვს? გიხდება. შენ ყველაფერი მოგიხდება. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ლამაზია. უღრმესი მადლობა.
მშვიდობაში, ბედნიერებაში და ჯანმრთელობაში. ეხლა ყოველდღე შეგამახსენე, მე უკვე მეც ესე დიდი ნების ყოფით შევდგები ხალხა. მაგითაც როგორ ხდება ნახე? ხო, ფერში ძალიან ლამაზია, რაღაც ესეთი თანცისფერი, ყვითელი, ძალიან ლამაზია. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის. ეს განსაკუთრებით სტიკერი, რომელიც დამშვენებს ჩემს ბრელოკია იმის ეს ჩამოსაკიდე. სტიკერი კი არა, ბრელოკი, ხო, აბა რა. და ველო. ეხავე ჩავკიდებ გასაგებზე. მე რამდენიმე კიდე და სირბილის დროს მიშლის ხოლმე და მოუხსენ და არაფერი არ მოგწოდა და მე მივარდება ზოგი ერთხელ თაწინაძე დავარბოდი და იქ დამახვედრეს წყაროსთან. ხო. მე ბარათებს კარგავ ხოლმე, გასაღებს ანაკლებად. ბარათები ახლა ტელეფონზე მაქვს მიბული და ამიტომ უღრმესი მადლობა ყველაფერთვის და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ. იმედია, მოეწონებათ ჩვენი პოდკასტი, მზურას უყურე, დიასამიძეს უყურე ხო და აი იცი რომ ვაიმე მე ხო ამ ახალგაზრდა ბიჭებს ვეჯიბრები. ხო და რო თქო რომ ყველა დღე დიდგორზე დავდიოდი და უცებ დამარტყა რომ ვაიმე ყოველ დღე დიდგორზე და ნეტად მე თუ გავაკეთებ და მე ერთი კაი კაცო ახლა ერთ დღე ჩამოვიდე იქნება მომქნა. ყოველთვის ვფიქრობ რატო აკეთებს ადამიანებს გავს რაღაცებს რომ მაგათად გინდა რომ რაღაცა დიდ შეეჭიდო. კი და შენ თავს ებრძვი. შენ თავს რატო აკეთებ ხო არის რაღაცა ტანჯვა რომ დიდგორზე არის უდიდესი აღმართები და უნდა მიაწყდე და უნდა იტანჯო. რატო ვაკეთებ მაგას? ჩვენ საკუთარსაც ვუწევთ რომ შეგვილია და მე ჩემ თავში მაგალითად რამოდენიმე სანტიმეტრით ავიწიე რომ ეს გავაკეთე და ნუ თუ დაჯერება იცი როცა ხალი თუ დაჯერებულია და მამაკაციც იქნება ეგრევე ხო უფრო მეც აკეთებ უფრო ხალისიანი ხარ კი ზუსტად ხო და მე სხვა საქმეებსაც უკვე სხვანაირად აკეთებ. ანუ უფრო მართა თვითდაჯერება რაღაცნაირად თითქოს მე ვფიქრობ რომ აღარაფერი აღარ არის შეუძლებელი და არც პრობლემა გეპრობლემება და აღარც რაღაცა დაბრკოლება რა ესე რა თქმა უნდა. ნამდვილად ასე. ხო, მოკლედ. ესეთი სპორტები ძალიან აძლიერებს. კარგად. აბა კარგად.